გვერდზე მისის და ეუბნება რომ ეხა გამოვალ მანქანითო და დამხვდით და მანქანაში ჩამიჯექითო. სიტყვა სიტყვით გეუბნებით რა თქვა სააკაშვილმა იქ მანქანაში ვზივარ. პუტინმა მითხრაო, ნახეო როგორ აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო. ამიტომო თუ ჩვენ ურთიერთობებს ისე დავალაგებთ როგორც საჭიროაო, მინდა გითხრათო რომ ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო. ერთი რამე მინდა გითხრათო რომ ამას დრო დაჭირდებაო დაახლოებით 1 წელიო. ბეჟუაშვილი ეკითხება, მე რე შენ რას ფიქრობ? რის 1 წელიო კაც, სად არის 1 წელიო? უგუნურებისგან, იმ ბოროტებისგან, რასაც ესენი აკეთებდა, ერთადერთი ვინც იგებდა თავის პოზიციებს აძლიერებდა იყო რუსეთი. რუსეთი აგროვებდა ამას ყველაფერს და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებოდა, აი შეხედეთ ესენი ვინ არიან. ამათ არ უნდა მშვიდობა. მაშინ საავტობუსო მიმოსვლა იყო რა ცხინვალსა და გორს შორის. ერთ დღეს მერაბიშვილის ბრძანებით გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და სიცემით მოკლეს 1.40 ოსი. მხოლოდ იმიტომ რომ ოსიორევნების იყვნენ. მე ვარ სახელმწიფო მინისტრი. პირველი რაც გავაკეთე, სოზარ სუბარს დაურეკე. სოზარი მაგ დროს იყო სახალხო დამცველი. უთხარი სოზარ კატასტროფაა მეთქი რა. უნდა ჩავიდეთ.